საამურის ტბა წარმოადგენს ხელოვნურ წყალსატევს კახეთის რეგიონში. კერძოდ ის მდებარეობს წნორის მახლობლად, ამ დასახლებიდან 7 კილომეტრის მოშორებით, უშუალოდ მდინარე ალაზნის მიმდებარედ. შექმნიდან დღემდე ტბის ისტორია უკვე 40 წელზე მეტს ითვლის. თავდაპირველად ეს ტბა სახელმწიფო თევზსაშენი მეურნეობის ნაწილს წარმოადგენდა და გამოიყენებოდა სქელშუბლას და კობრის გამოსაზრდელად. საამურის ტბის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის შექმნილია მდინარე ალაზნის უძველესი კალაპოტის ადგილას. ჩვენ ეს ფაქტი დავადასტურეთ ძველი ტოპოგრაფიული რუკების შესწავლის შედეგად. დააკვირდით ამ რუკას. ეს არის გასული საუკუნის 70-იანი წლების დროინდელი ტოპოგრაფიული რუკა, სადაც ჯერ კიდევ ტბა არ არის დატანილი. სამაგიეროდ, ძალიან კარგად ჩანს, რომ ზუსტად იმ ადგილას, სადაც შემდგომში ტბა შეიქმნა, გამოსახულია მდინარე ალაზნის ყოფილი კალაპოტი. თავად ტბის ფსკერზეც, ვიდრე მას ავავსებდეთ, ძალიან კარგად ჩანს ალაზნის ძველი კალაპოტის მოხაზულობა. ზუსტად ამ ჩაღრმავებაში იყო დარჩენილი წყალი ტბის დაშრობის შემდეგ. ტბის ახალი ისტორია იწყება 2022 წლიდან, როდესაც გადაცდა ძველი თევზ-სამეურნეო ტბორი გადაქცეულიყო თანამედროვე სპორტულ თევზულ წყალსატევად. ვინაიდან აღნიშნული ტბა ასეთ მჭიდრო კავშირშია მდინარე ალაზანთან, მას დაერქვა ახალი სახელი – საამურის ტბა. არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც მდინარე ალაზნის უძველესი სახელი სწორედ საამური ყოფილა. ამ ისტორიული სახელწოდების საპატივსაცემად ახალ ტბას საამურის ტბა ეწოდა. საამურის ტბის სარკის ფართობი 15 ჰექტარს შეადგენს. სიღრმე მერყეობს 2,5 მეტრიდან 4 მეტრამდე. ტბის სანაპიროს პერიმეტრი მომრგვალო ფორმისაა, რის გამოც საამურის ტბას ვერ განასხვავებთ ბუნებრივი ტბისგან. რადგან ტბა იკვებება მდინარე ალაზნის წყლით, ტბაში დიდი რაოდენობით ბინადრობენ ალაზნისთვის დამახასიათებელი ყველა თევზის ჯიში – ჭანარი, ხრამული, ლოქო, შამაია და ალაზნის თეთრულაცკი. ტბაში ჭანრის ყველაზე დიდი ეგზემპლარები 4-5 კილოგრამს აღემატება. ასევე გვხვდება 15 კილოგრამამდე წონის ლოქოც. რა თქმა უნდა, საამურში შესახლებულია ასევე დიდი რაოდენობით კობრი, საზანი და თეთრი ამური. ამჯერად ტბაში ბინადრობს 500 ცალამდე კობრი და საზანი, წონით 4-დან 15 კილოგრამამდე. დაახლოებით 200 ცალამდე თეთრი ამური, წონით 5-დან 13 კილოგრამამდე. გარდა დიდი ეგზემპლარებისა, ტბაში არის უამრავი წვრილი ზომის კობრი, წონით 300 გრამიდან 2 კილოგრამამდე. ტბაში ასევე ხელოვნურად გაშვებულია 100 ცალზე მეტი იაპონური ჯიშის კობრი კოი.
საამურის ტბას ემიჯნება ალაზნის ჭალა თავისი დიდებული ვერხვებით, რაც შეუდარებელ კომფორტს ქმნის მეთევზეებისთვის სათევზაო სეზონის ცხელ დღეებში. ალაზნის ჭალის გარემოცვა განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს საამურის ტბაზე თევზაობის პროცესს. ტბის სანაპირო ზოლზე მეთევზეებისთვის მოწყობილია ფიცრული პლატფორმები. ამ პლატფორმების წყალობით მეთევზეებს შეუძლიათ კომფორტულად ითევზაონ ნებისმიერი ამინდის პირობებში. ძვირფასო მეთევზეებო, 2024 წლის სეზონი სულ მალე გაიხსნება და საამურის ტბა მზად იქნება თქვენს მისაღებად. ბევრი სიურპრიზი გექნებათ, ისეთი როგორიც ჯერ კიდევ ქართულ სათევზჭერო სპორტში და კომერციულ ტბებზე არ გინახავთ. ეს არის მაგალითად ესეთი ფიცრული პლატფორმები, რომელიც ძალიან კომფორტულია ყველა ამინდში სათევზაოდ. ამას ექნება ასევე ესეთი განათების ბოძები, რომელიც ღამის თევზაობის დროს დაგეხმარებათ, რომ თევზი უსაფრთხოდ გამოიყვანოთ და შემთხვევით ნაბახუსევზე წყალში არ აღმოჩნდეთ. და კიდევ ბევრი საინტერესო რამ გვაქვს ფანჩატურები, გვაქვს ტერიტორია. შესაძლებელია ასევე ვცდილობთ, რომ მოგიწყოთ ალაზანზე თევზაობა. ჩვენ ტბასთან მიმდებარე მონაკვეთი ალაზნის ძალიან მდიდარია ჭანრით და ლოქოთი. შამაია ჯერ არ ვიცით, ჯერ ვერ დავადგინეთ, მაგრამ ნამდვილად ვიცით, რომ ჭანარი და ლოქო ძალიან დიდი რაოდენობით არის. და რა თქმა უნდა, უკვე ჩვენი ვიდეოებიდან თქვენ იცით, რომ ჩვენ ტბაში ძალიან დიდი ზომის კობრი ცხოვრობს. მაქსიმალური წონა ჯერჯერობით 19 კილო ყავს. ასევე ყავს ძალიან დიდი 14 კილოიანი, 15 კილოიანი ამურები. 400-ზე მეტი ჭანარი ყავს ტბაში. და რა ვიცი, ყველა გემოვნების და ყველა სტილის მეთევზეს დავაკმაყოფილებთ. თევზაობა, რა თქმა უნდა, იქნება მხოლოდ დაიჭირე გაუში პრინციპით, ყველა თევზი უნდა დაუბრუნდეს ტბას. ეს არის სპორტული კლუბი, ეს არის სპორტული ტბა, სადაც ჩვენ ვითხოვთ მეთევზისგან თევზჭერის მაღალ კულტურას. სამაგიეროდ ფიქრობ, რომ თქვენი საოცნებო თევზის დაჭერა აქ იქნება შესაძლებელი. აბა გელოდებით, აპრილიდან სეზონი გაიხსნება.